წარმოიდგინე სამყარო, სადაც შენი გული ისეთივე სუფთა და გამჭვირვალეა, როგორც პრიალა სარკე. დატოვე შენი წუხილი და გახდი სრულიად გულწრფელი, როგორც სარკე, რომელსაც არანაირი გამოსახულება არ აქვს. სარკე არაფერს ამატებს და არაფერს აკლებს. ის არ მალავს, არ ამახინჯებს, არ ასწორებს. უბრალოდ აჩვენებს იმას, რაც მის წინ დგას. შვიდად უპირობოდ სიმართლით. შეხედე სარკეს და დაინახავ საკუთარ თავს ისეთად, როგორიც ხარ. ყოველგვარი ნიღბის გარეშე, ყოველგვარი გამართლების გარეშე. თუ ლითონ შეუძლია ხანგრძლივი ხეხვისა და მოთმინების შედეგად ისე გაბრიალდეს, რომ სარკეს დაემსგავსოს, ნეტავ რამდენი სითბო, სიჩუმე და შინაგანი შრომა სჭირდება გულს, რომ თავად იქცეს სარკედ. სარკესა და გულს შორის განსხვავება ერთია. სარკე არაფერს ინახავს, გული კი სავსეა ყველაფრით. ის ინახავს ტკივილს, შიშს, სინანულის გრძნობას, სურვილებს, სიყვარულს, საიდუმლოებებს, იმ ამბებს, რომლებსაც ვერავის უზიარებთ და სანამ ეს ფენები გროვდება, გული ბნელდება, მძიმდება, ეხობება სიმართლეს. ნამდვილი გათავისუფლება იწყება მაშინ, როცა ამ ფენების გაწმენდას ვიწყებთ, არა ძალით, არა თვითგაკრიტიკებით, არამედ სიყვარულით და მოთმინებით. გულის გაწმენდა არის ნელი პროცესი. ეს არის სულიერი გაბრიალება, ყოველგვარი გაცნობიერება ერთი მოძრაობაა, ყოველი პატიება კიდევ ერთი შრე, რომელიც იშლება და ერთხელ, როცა საკუთარ თავს ამ სუფთა გულით შეხედავ, აღარ შეგეშინდება იმისა, რასაც დაინახავ. გული, რომელიც გაწმენდილია, არ არის ცარიელი, ის არის ღია, შვიდი, მტკიცე. ამ სიცხადეში იბადება შინაგანი სიმშვიდე, ამ სიცხადეში მოდის გაგება და ამ სარკის სისუფთავეში ადამიანი უფრო ახლოს მიდის ჭეშმარიტებასთან და ღმერთთან. ნუ იჩქარებ, გააბრიალე გული ნელა, სითბოთი, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემით, რადგან როცა გული სარკედ იქცევა, სამყაროს დანახვაც იცვლება.